ბატონ ვიცე-სპიკერს, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, ელჩებს, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებს. დაახლოებით 3 თვის წინ ჩვენ კახეთის მაგისტრალური გზის მიმართულებით 18 კილომეტრიანი ბაკურციხე-წნორის გზა გავხსენით. სიმბოლური იყო, რომ გახსნამდე ლაშა-ბექაურის ჭიდაობას ყველამ ერთად უგულშემატკივრეთ, უმრავლესობა აქ წარმოდგენილი მეგობრებისა იმ დღესაც ჩვენთან ერთად იყო. სიმბოლურია ის, რომ დღეს, სწორედ დღეს ლაშა-ბექაურის სახელობის სპორტკომპლექსი ერთად გავხსენით, ლაშა ჩვენთან ერთად არის უკვე და უმნიშვნელოვანეს თბილისის საგარეჯოს 35 კილომეტრიან მონაკვეთს ვხსნით. მინდა მოგილოცოთ და ვთხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი კობახიძეს მიმართოთ საზოგადოებას. მადლობთ. მოგესალმებით ყველას. დღეს ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, კონკრეტულად ამ რეგიონისთვის, კახეთისთვის. დღეს უკვე მესამე პროექტის დასრულების მომსწრე ვართ. დღეს ვიყავით არხილოს კალოში, სადაც ერთად გავხსენით ლაშა-ბექაურის სახელობის, ჩვენი სახელოვანი ოლიმპიური ჩემპიონის სახელობის სპორტკომპლექსი არაჩვეულებრივი დარბაზებით. ასევე დღეს ესწრებოდი ჩვენ იორმუღალოში არაჩვეულებრივი საბავშვო ბაღის გახსნას და ვისარგებლებ შემთხვევით მადლობას გადავხდით ჩვენს აზერბაიჯანელ მეგობრებს მათი მხარდაჭერისთვის და იმისათვის, რომ დღეს ჩვენთან ერთად არიან. და რაც შეეხება ამ მესამე პროექტს, არაჩვეულებრივ პროექტს, რა თქმა უნდა, მის განხორციელებას აქვს უდიდესი მნიშვნელობა ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და კონკრეტულად ამ რეგიონის განვითარებისთვის. დღეს ჩვენ ხსნით კახეთის 4-გზოლიანი მაგისტრალის 85 კილომეტრიანი მონაკვეთიდან 35 კილომეტრიან ჩქაროსნულ გზას, რომელიც ფარავს თბილისიდან საგარეჯომდე მონაკვეთს, რაც არის, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იმ საერთო პროექტის განხორციელებაში, რაც უკავშირდება კახეთის მაგისტრალის მშენებლობას. სულ რაღაც 2 თვის წინ ჩვენ გავხსენით ბაკურციხე-წნორის 18 კილომეტრიანი მაგისტრალური გზა და დღეს ისევ კახეთში აღნიშნავთ ძალიან მნიშვნელოვან წარმატებას ამ მიმართულებით. ეს ახალი მაგისტრალი გვერდსულის მჭიდრო დასახლებულ 4 სოფელს და ქალაქს, რაც სრულად განვირთავს მოძრაობას დასახლეებში, უზრუნველყოფს საგზაო უსაფრთხოების უმაღლეს სტანდარტებს, განახევრებს გადაადგილების დროს და სამჯერ გაზრდის ტრანსპორტის გამტარობას. ეს გზა ასევე არის საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილი, რომელიც საქართველოს აზერბაიჯანთან აკავშირებს და რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მის მნიშვნელობას კიდევ უფრო მეტად ზრდის. კახეთის მაგისტრალის ყველა მონაკვეთის დასრულების შემდეგ გზაურობას თბილისიდან თელავამდე დაჯერდება მხოლოდ საათი და 20 წუთი. საერთაშორისო სტანდარტების განვითარებული საგზაო ინფრასტრუქტურა საკვანძო მნიშვნელობისაა, ბუნებრივია ეკონომიკური ზრდისთვის, რეგიონული განვითარებისთვის, მობილობის გაძლიერებისთვის, სოციალური და კულტურული კავშირებისთვის. ასეთი გზები ამცირებს, რა თქმა უნდა, გზავრობის დროს, გზავრობის მანძილს და გთავაზობს საიმედო და უსაფრთხო გადაადგილების მარშრუტებს, აუმჯობესებს საერთაშორისო და შიდა რეგიონულ კავშირებს. ეს ყველაფერი ხელს უწყობს, რა თქმა უნდა, ადგილობრივი და საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას და ქმნის ახალ ეკონომიკურ შესაძლებლობებს ზოგადად მოსახლეობისთვის. ეკონომიკის და ტურიზმის განვითარებასთან ერთად ასეთი გზები მნიშვნელოვანია საერთაშორისო უსაფრთხოების და ასევე სტაბილურობის კუთხითაც. საქართველოს თავის სტრატეგიული მდებარეობის წყალობით არის ბუნებრივი ხიდი ევროპასა და აზიას შორის. ჩვენს ქვეყანაზე გადის უმაღლესი მარშრუტი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და რა თქმა უნდა, არსებული რეგიონული კრიზისების ფონზე კიდევ უფრო მეტად იზრდება შუა დერეფნის აქტუალობა. და რა თქმა უნდა, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ჩვენი ქვეყნის ფუნქციის გაძლიერებას ამ თვალსაზრისით. საერთაშორისო სტაბილურობისთვის გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს უსაფრთხო და სანდო ალტერნატიული სავაჭრო სატრანსპორტო მარშრუტები. ამოცემულობაში საქართველოს კონკურენტუნარიანობის გასაცდელად და უსაფრთხო სატრანზიტო დერეფნის ფუნქციის გასაძლიერებლად, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი საგზაო მაგისტრალების განვითარებას. ჩვენი ძალისხმევის შედეგები არის სახეზე, რასაც ადასტურებს მარტივი მონაცემებიც, ციფრებიც. დღეისათვის საქართველოს ტერიტორიაზე ავტოტრანსპორტი უკვე სარგებლობს 351 კილომეტრი მაგისტრალური გზით. მათ შორის აშენებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის საერთაშორისო მაგისტრალის 282 კილომეტრი. დასრულების ფაზაშია საუკუნის პროექტის რიკოთის შქაროსნული გზის მშენებლობა.
დასრულებული ასევე როგორც მოგეხსენებათ ქვეშეთი კობის დამაკავშირებელი მთავარი და საევაკუაციო 9 კილომეტრი სიგრძის ავტომობილო გვირაბების გაჭრა. გრძელდება სამუშაოები როგორც გვირაბების, ისე 23 კილომეტრიანი მაგისტრალური გზის მშენებლობის დასასრულებლად და რა თქმა უნდა გრძელდება სამუშაოები იმისათვის, რომ დასრულდეს კახეთის მაგისტრალის მშენებლობაც. მე შედარებისთვის მინდა შეგახსენოთ, რომ 2012 წლამდე მხოლოდ 68 კილომეტრი მაგისტრალური გზა არსებობდა ქვეყანაში. დღეისათვის უკვე გახსნილია 4-ჯერ მეტი 351 კილომეტრი მაგისტრალური გზა და მხოლოდ წელს საერთო ჯამში გაიხსნება 90 კილომეტრი მაგისტრალური გზა, საიდანაც 60 კილომეტრით ტრანსპორტი უკვე სარგებლობს. კიდევ ერთხელ გავიმეორებთ, რომ ეს ნიშნავს მარტო ამ წელს გაიხსნება იმასე მეტი მაგისტრალური გზა, ვიდრე 2012 წლამდე მთლიანად ფუნქციონირებდა ჩვენს ქვეყანაში. ეს მიღწევები ცხადყოფს, რომ ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ჩვენი საერთაშორისო სატრანსპორტო პოტენციალის სრულად ასათვისებლად, დაკავშირებადობის გასაუმჯობესებლად, ქვეყნის რეგიონულ ლოჯისტიკურ ცენტრად ჩამოსაყალიბებლად, ტურიზმის განსავითარებლად, ბიზნეს შესაძლებლობების სტიმულირებისათვის და მოსახლეობის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. რა თქმა უნდა, შედეგები არის ძალიან ბევრი. ადამიანის შედეგი მე მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც იყო ჩართული ამ პროექტის განხორციელებაში. პირველ რიგში რა თქმა უნდა, უდიდესი მადლობა მინის რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინის ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, რომელიც ხელმძღვანელობდა რა თქმა უნდა ამ პროექტის განხორციელებას. მადლობა სამინისტროს თითოეულ თანამშრომელს, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, საგზაო დეპარტამენტის ხელმძღვანელობას და თითოეულ თანამშრომელს. რა თქმა უნდა, ჩვენს პარტნიორებს ძალიან დიდი მადლობა, ჩვენს ჩინელ და თურქ მეგობრებს, რომლებიც ჩართული იყვნენ ამ პროექტის განხორციელებაში. ყველას უდიდესი მადლობა, ვინც თავისი წვლილი შეიტანა ამ პროექტის წარმატებით ბოლომდე მიყვანაში. მომავალშიც გაგრძელდება კიდევ ერთხელ ვიტყვი ასეთი პროექტების განხორციელება, რაც ხელს შეუწყობს, რა თქმა უნდა, ჩვენი რეგიონების და ჩვენი ქვეყნის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, ბატონ პრემიერ-მინისტრო. ნამდვილად უმნიშვნელოვანესი დღეა კახეთისთვის, საქართველოსთვის. 35 კილომეტრიანი უთხზოლიანი მაგისტრალური გზა იხსნება, რომელიც საერთაშორისო მარშრუტის შემადგენელი ნაწილია და თავმაც შეიძლება ითქვას, რომ კახეთის განვითარებასთან ერთად აუცილებლად მოყვება საერთაშორისო სატრანზიტო მოძრაობის განვითარება და შეგახსენებთ, რომ აღნიშნული გზა სწორედ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრამდე მიდის და შესაბამისად სიმბოლურია, რომ ჩვენი აზერბაიჯანელი მეგობრები ჩვენთან ერთად იმყოფებიან ასეთი მნიშვნელოვანი თარიღის აღნიშვნისას, რისთვისაც მათ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაუხადო და ნამდვილად ასეთი პროექტები არის სწორედ იმ ეროვნული და საერთაშორისო მნიშვნელობის, როდესაც საქართველოს უკვე ქვეყნის განვითარებასთან ერთად მოაქვს შესაბამისი რეგიონული განვითარების აუცილებელი წინაპირობები. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2021 წელს დაიწყო აღნიშნული მონაკვეთის განვითარება და მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე სრულად სახელმწიფო ბიუჯეტით მოხდა მისი დაფინანსება, ხოლო შესყიდვის პროცედურები იმდაგვარად იქნა დაგეგმილი, რომ ქართულ კომპანიებს შეძლებოდათ პირდაპირ, ასე ვთქვათ, მონაწილეობის მიღება ტენდერებში, რაც შესაბამისად შედეგად მივიღეთ ის, რომ 3 მონაკვეთიდან 1 მონაკვეთი ქართულმა კომპანიამ შეასრულა, ხოლო დანარჩენი 2 მონაკვეთი უკვე ჩინურმა და თურქულმა კომპანიებმა. შედეგს ჩვენ ყველა ვხედავთ და დიდი მადლობა რა თქმა უნდა ამ კომპანიებს, ისევე როგორც საზედამხედველო კომპანიას, რომელიც უწევდა შესაბამის ზედამხედველობას აღნიშნული პროექტის სწორედ ამ ხარისხი და ამ შინაარსით განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უკვე გადატვირთული აღნიშნული მონაკვეთი ხასიათება მაღალი ტენდენციით სატრანსპორტო ნაკადების პანდემიამდე 2019 წელთან შედარებით 2023 წელს უკვე 135%-იანი მატება იყო მხოლოდ ტრანზიტულ მოძრაობაში და სწორედ აი ამ 4-ძოლიანი მონაკვეთის გახსნის შედეგად ჩვენ რეალურად ვასამმაგებთ მის შესაძლებლობებს, მის გამტარუნარიანობას და იმის გათვალისწინებით, რომ მომდევნო მონაკვეთები ასევე აქტიური დამუშავების ფაზაშია და შეგახსენებთ, რომ საგარეჯო ბადიაურის მონაკვეთი ამჟამად მიმდინარეობს და გაისათარებს დაგეგმილი მისი დასრულება, ბუნებრივია ამ ტემპის გათვალისწინებით თავმაც შეიძლება ითქვას, რომ უმნიშვნელოვანესი პროექტები, როგორც კახეთის საქართველოს, ასევე საერთაშორისო დერეფნის განვითარების მიმართულებით ხორციელდება. მნიშვნელოვანია აღენიშნოს
ის გარემოება, რომ 4-ზოლიან მაგისტრალს შესაბამისი შედეგები და სარგებელი უკვე თვალსაჩინოა, რეალურად საუბრობ ჩვენ აბსოლუტურად ყველა საგზაო უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტის დაცვით აშენებულ მონაკვეთზე, სადაც ჩვენ ასევე ზოგავთ დროს დანაზოგი ხდება შესაბამის გადაადგილების დანახარჯებში და მთლიანობაში ერთი მარტივი ციფრით შეგვიძლია შევაფასოთ, რომ აღნიშნული მონაკვეთის გავლა უკვე 17 წუთში არის შესაძლებელი, რაც მინიმუმ ანახევრებს, ხოლო რეალობაში ბევრად უფრო დიდ დანაზოგს ქმნის დროითი თვალსაზრისით. უმნიშვნელოვანესია ის კონცეპტუალური მიდგომა, რაც საქართველოს მთავრობას გააჩნია და მაგისტრალური გზების განვითარება უკავშირდება ასევე მჭიდროდ დასახლებული პუნქტების გვერდისავლას. რა თქმა უნდა, თბილիս-საგარეჯოს მაგისტრალური გზა არ არის გამონაკლისი და პირიქით 4 ძალიან მჭიდროდ დასახლებულ ქალაქსა და მდებარეობას უვლის გვერდს. ეს არის ვაზიანი, ეს არის ნინოწმინდა, სართიჭალა, ნინოწმინდა და თავად საგარეჯო. და რა თქმა უნდა, აღნიშნული მიდგომა ყველა ჩვენს პროექტში არის გამოვლენილი. მთლიანობაში უნდა აღინიშნოს, რომ 85 კილომეტრი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის მშენებლობა არის დაგეგმილი და მოგახსენეთ, რომ კონკრეტული მონაკვეთი უკვე მშენებლობა კონკრეტულ მონაკვეთზე მიმდინარეობს და შემდგომში იქნება აღნიშნული მონაკვეთები, ისევე როგორც ჩვენი პროგრამის შესაბამისად გათვალისწინებულია ასევე გურჯაანი-თელავის და ლაგოდეხის შემოვლითი გზების მშენებლობა. უმნიშვნელოვანესია აღენიშნოს სხვა მიმდინარე პროექტები და თქვენ გახსოვთ, რომ ბაკურ-ციხეწნორის მონაკვეთის გახსნისას ვსაუბრობდით უმნიშვნელოვანეს გომბორის გზის რეაბილიტაციაზე, ვსაუბრობდით ომალოზე. გომბორი ფაქტიურად დასრულებული არის, გზის საფარი დასრულებულია და დანარჩენი მცირე, ასე ვთქვათ, სამუშაოები მიმდინარეობს ამჟამად. რაც შეეხება თუშეთის მიმართულებას, აქაც 52 კილომეტრზე მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები, იმდაგვარად, რომ მომდევნო წელს უკვე ეტაპობრივად მოხდება შესაბამისი მონაკვეთების გახსნა, რაც შესაბამისად ბევრად უფრო უსაფრთხო გზას გულისხმობს და შესაბამისად უმნიშვნელოვანესია თუშეთისთვის და მისი განვითარებისთვის. მთლიანობაში 2012 წლიდან 1600 კილომეტრი გზის მშენებლობა რეაბილიტაცია განხორციელდა და რა თქმა უნდა აღნიშნული გრძელდება სხვადასხვა პროგრამების, საერთაშორისო გზების და შიდა სახელმწიფოებრივი გზების გაუმჯობესების თვალსაზრისით. რა თქმა უნდა, ბევრი შეგვიძლია ვისაუბროთ აღნიშნულ პროექტზე და მის მნიშვნელობაზე, თუმცა ამავდროულად მინდა გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და მადლობა გადაუხადო ყველა ჩართულ ადამიანს ამ პროექტში დაწყებული საპროექტო, საინჟინრო, ასე ვთქვათ, გადაწყვეტებით, რა თქმა უნდა, მშენებელ კომპანიებს, რა თქმა უნდა, საზედამხედველო კომპანიას და გამორჩეულად რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტს, მისი თავმჯდომარის გიორგი წერეთელს მინდა მადლობა გადაუხადო, ლევან კუპატაშვილს მინდა მადლობა გადაუხადო, გიორგი ერაგიას და რა თქმა უნდა, მინისტრის მოადგილე კობა გაბუნიას იმ გამორჩეული და ეფექტიანი და შედეგიანი ჩართულობისთვის. კიდევ ერთხელ გილოცავთ, დიდ მადლობას მოგახსენებთ და ეხლა ბატონი გიორგი წერეთელი მინდა მოვიწვიო, რომ პროექტის დეტალებზე ცოტა უფრო მეტი ინფორმაცია მოგვაწოდოს. მადლობთ. დიდი მადლობა, მოგესალმებით ბატონო პრემიერო, ბატონო მინისტრო, ბატონო მინისტრებო, ჩვენო სტუმრებო აზერბაიჯანიდან, პარლამენტის წევრებო, პატივცემულო საზოგადოება, ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, დღევანდელი დღე საავტომობილო გზების დეპარტამენტისთვის და ზოგადად ქვეყნისთვის, იმიტომ რომ კიდევ წელს მე რამდენე, ასე ვთქვათ, წარმატებული პროექტის განხორციელება ხდება, გილოცავთ ყველას საგარეჯო ბადიაურის თბილისის საგარეჯოს 35 კილომეტრიანი მონაკვეთის გახსნას, რომელიც უკვე დღეიდან შევა ექსპლუატაციაში. აღნიშნული მონაკვეთი არის გაგრძელება იმ დანაპირების, რომელიც რამოდენიმე წლის იყო, რომ კახეთის რეგიონში მომდევნო წლებში 2 მილიარდი ლარის ინვესტიცია განხორციელდებოდა და მხოლოდ ბოლო 3 წლის განმავლობაში ჩვენ 1,3 მილიონამდე ლარის პროექტებს ვახორციელებთ, საიდანაც დასრულებული პროექტებიც აქვს და მიმდინარე პროექტები. მე მინდა დიდი მადლობა მოგიხადოთ ბატონო პრემიერო, ბატონ ირაკლი კობახიძეს, ბატონ ირაკლი ქარსელაძეს, ჩვენს კოლეგა უწყებებს, სამინისტროებს, რეგიონის ხელმძღვანელობას,
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებს იმ ხარდაჭერისთვის, იმ გვერდში დგომისთვის, რომელიც ახდა ამ პროექტებს და ამ პროექტს და მარტო ამ პროექტს არა, ზოგადად ყველა პროექტს ჩვენი ქვეყნის მასშტაბით. მადლობას ვუხდი და განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ჩემს კოლეგებს ავტომობილო გზების დეპარტამენტის თანამშრომლებს თითოეულ მათგანს გაწეული საქმიანობისთვის და იმ შრომისთვის, რომელიც ისინი ახორციელებენ ყოველდღიურ რეჟიმში, რათა წარმატებული პროექტები იყოს და იყოს ესეთი პროექტები ჩვენს ქვეყანაში. მადლობა კომპანიებს, რომელმაც იშრომეს და განახორციელეს აღნიშნული სამუშაოები, თითოეულ მათგანს საზედამხედველო კომპანიას, ასევე საპროექტო ორგანიზაციას. ჩვენ ვაგრძელებთ იმ დანაპირების გაკეთებას, რომელიც ჰქონდა. ჩვენ ვახორციელებთ საგარეჯო ბადეაურის 17 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობას და აუცილებლად შევხვდებით მომავალში, ერთად გამარჯვებით და წარმატებით განახორციელებთ ამ პროექტებსაც. ეხლა კი მინდა შემოგთავაზოთ მცირე მოკლე კლიპები თუ როგორ ვითარდებოდა, როგორ შენდებოდა აღნიშნული მონაკვეთი. კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალი. კახეთის 4-ზოლიანი მაგისტრალური გზის პირველი 35 კილომეტრიანი მონაკვეთი გაიხსნა. ახალი მაგისტრალური გზა საერთაშორისო სატრანზიტო დერეფნის ნაწილია, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებით აშენდა და მისი ღირებულება 533 მილიონ ლარზე მეტია. 35 კილომეტრის სიგრძის 4-ზოლიანი ჩქაროსნული გზა გვერდსუვლის მჭიდროდ დასახლებულ 4 სოფელსა და ქალაქს. მაგისტრალი სრულ შესაბამისობაშია საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებთან და უზრუნველყოფილია საგზაო განათების სისტემით. შედეგად განახევრებულია გადაადგილების დრო და სამჯერ გაზრდილია ავტოტრანსპორტის გამტარობა. ახალ გზაზე მოწყობილია 46 საავტომობილო, 4 სარკინიგზო და 1 სამელიორაციო ხიდი. 8 მიწისქვეშა გადასასვლელი, 158 წყალგამტარი და 19 სამელიორაციო მილი. კახეთის საერთაშორისო მაგისტრალის განვითარებისთვის საერთო ჯამში აშენდება 85 კილომეტრიანი 4-ზოლიანი მაგისტრალური გზა ბაკურციხემდე. თბილისის კახეთთან დამაკავშირებელი მაგისტრალის მშენებლობის დასრულების შემდეგ დედაქალაქიდან თელავამდე მგზავრობა 1 საათსა და 20 წუთში იქნება შესაძლებელი. ჩვენ არ ვაშენებთ უბრალოდ გზას. ჩვენ ვაშენებთ თანამედროვე კომუნიკაციას, საქართველოს უკეთესი, დღევანდელი და ხვალინდელი დღისთვის.